თითქმის ერთთვიანი საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის სხვადასხვა სფეროში კრიზისული სიტუაციები შეიმჩნევა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სარესტორნო ბიზნესში. საახალწლო პერიოდის მოახლოების მიუხედავად სარესტორნო სექტორში უხმაურო და დეპრესიული სიტუაცია სუფევს. რესტორნები უმსხვილეს მატერიალურ დანაკარგებს განიცდიან, რადგან გაუქმებულია წინასწარი ჯავშნები და განსაკუთრებული მზადება ახალი წლის აღსანიშნავად. ყველაზე მნიშვნელოვანი სარესტორნო ბიზნესისთვის დეკემბრის და იანვრის თვე, რომელიც რეალურად კორპორატულ საღამოებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე არის, ეს ყველაფერი არის ამ შემთხვევაში დაკენსელებული, ან გადადებული, ან გაუქმებული და შესაბამისად ეს პრობლემა არა მხოლოდ მფლობელების მიმართ არის, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ექნება დასაქმებულ ადამიანებს. სარესტორნო ბიზნესის მსგავსი კრიზისული მდგომარეობა ამ სფეროში მოღვაწე პირებს პანდემიის პერიოდს მოაგონებს, როცა სექტორს გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა. ახლა კი კლიენტთა პოტენციური ნაკადის შემცირება და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლა კვლავ მძიმე ტვირთად აწვება დარგს. განსაკუთრებით გაჩერდა დღეს ყველაფერი. როგორც ყველგან, ისე სარესტორნო ბიზნესში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს განსაკუთრებულად შეეწყო. ჩავთვალეთ, რომ ჩვეულებრივი პანდემიურ რეჟიმში გვიწევს ყოფნა. ყველა ღონისძიება გაუქმდა, აღარაფერი აღარ იჯავშნება და ის დეკემბერი, რომელიც როგორც უნდა ყოფილიყო ჩვეულ რეჟიმში, როგორც გასულ წლებში ქონდა, ბუნებრივი აღარ არის. ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ გავასავალი მოლაპარაკებებისა და კომპრომისების გზით შეიძლება მოიძებნოს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიზისი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებების მეშვეობით შეიძლება გადაილახოს. ჭიჭინაძის განცხადებით, კრიზისების დროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევაა, რაც მოითხოვს არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების, არამედ პოლიტიკური და სოციალური დისბალანსის გადაჭრასაც. არსებული პოლიტიკური სიტუაცია თავისთავად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ამ გუშინ წინ მოხდა პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის გარკვეული წრეების შეხვედრა მოხდა. ანუ ბიზნესი მაინც ეხლა გარკვეული დარგები ახსენეთ, თქვენ მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, ამიტომ ისინი უყურებენ არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და იმედია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერი გადაინაცვლებს დიალოგის რეჟიმში, საპარლამენტო თქვა დარბაზებში, სამთავრობო დარბაზებში, ასე რომ თქვა და იქ წავა კამათი ახლის მოსაკითხებთან დაკავშირებით. რადგანაც თუ პოლიტიკური მდგომარეობა გართულდა, ეს თავისთავად აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ჩვენ წეხანაც აღვნიშნეთ და ადრეც ხშირად ვამბობდი, რომ ეს ეკონომიკა ეს ისეთი მეცნიერებაა, რომ ყველა ქვეყანამ და განსაკუთრებით საქართველოს ამ კუთხით გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივი, ასე რომ ვთქვათ, კაპიტალი, ისეთი მდებარეობა გაგვაჩნია, რომელსაც ჩვენ გეოსტრატეგიულ მდებარეობას ვარქვევთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ურთიერთობა უნდა ქონდეს ჩრდილოეთთანაც, აღმოსავლეთთან, სამხრეთთან და დასავლეთთან. და ეს მდგომარეობა ეკონომიკური უნდა გავაუმჯობესოთ. ვერ გავაუმჯობესებთ თუ პოლიტიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ შორის პროცესებში ჩართული ასევე ჩვენი მეცნიერება და ეროვნული აკადემია, რომელთა როლი განუსაზღვრელია, ასე რომ ვთქვათ, რომ დასტაბილურდეს პროცესები და პარლამენტში გადაინაცვლოს ყველანაირმა კამათმა, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, როგორ გაუმჯობესდება თქვა ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენი იქნება. ბოლო მონაცემებით საქართველოში ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი ეს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობას. ერთსულ მოსახლეზე შეადგენს დაახლოებით $8,300. ეს ციფრი ეხლა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ევროპულ მონაცემს. საშუალო ევროპულია დაახლოებით 12,000 და 15,000 ამერიკულ დოლარამდე. ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ მივუახლოვდეთ საშუალო ევროპულ მონაცემს. და ეს მონაცემს ვერ მივუახლოვდეთ, თუ პოლიტიკური მდგომარეობა არ დავასტაბილურეთ, ოპოზიცია, მთავრობამ არ იკამათა საპარლამენტო აუდიტორიებში, ასე რომ ვთქვათ. აქვე შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე კვლავ გრძელდება. როდის შედგება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის, ამ დროისთვის ცნობილი არაა. შესაბამისად უცნობია კრიზისული პერიოდის დასასრულიც.